დავხსნათ, რომელ პრეპარატებზე გვაქვს საუბარი, ანუ რა შემთხვევაში ინიშნება ის ექიმის მიერ. ძირითადად ტრიალებთ გლუკოზის მეტაბოლიზმის გარშემო. ანუ არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ რას მივიღებთ. ვაშლის ნაჭერს, პურს თუ დავლევთ პირობითად პორტოხლის წვენს. ნებისმიერი ეს პროდუქტი გადამუშავდება და საბოლოო ჯამში გვაძლევს შაქარს, ანუ გლუკოზას. იმისთვის რომ გლუკოზა ადეკვატურად მოხვდეს თბილებში, რაც ყველაზე მეტად საჭიროებს გლუკოზას, მას ესაჭიროება ინსულინი. ინსულინი არის გასაღები, დისტრიბიუტორი, რომელიც ჩაჭიდებს ხელს გლუკოზას და მიიტანს მიზნობრივად იმ ქსოვილებში და უჯრედებში, სადაც გლუკოზა უნდა მოხვდეს. და გლუკოზა ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ახლა ხდება ისე, რომ ინსულინი თავის საქმეს ვერ აკეთებს ადეკვატურად. ინსულინს სჭირდება თავისი თანამოაზრე ნივთიერება, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს სწორად და მიზნობრივად. მივიდნენ იმ აზრამდე, რომ არსებობს რაღაცა ნივთიერებები, რომლებიც ინსულინს აყოჩაღებს. აი სწორედ ეს ყოჩაღი ნივთიერებები იყო, რასაც დაამსგავსეს დღევანდელი პრეპარატები.